მზრუნველი მამა, უფროსი ძმა ვაჟს უყალიბებს იმუნიტეტს კრიმინალური და ძალადობრივი მიდრეკილებების წინააღმდეგ. არსებობს ესეთი კვლევა, რომლის შედეგადაც კრიმინალები ძირითადად გამოირჩეოდნენ იმითი, რომ მათ არ ყავდათ პოზიტიური მოდელი მამის ან უფროსი ძმის, როგორც უსაფრთხოების ბაზის. და ეს დამოკიდებულება ძალადობრივ სამყაროსთან, აი ფარის გარეშე ხდებოდა ხოლმე. ისინი პირდაპირ რჩებოდნენ ამ კრიმინალური სამყაროს პირისპირ და რამდენადაც ესეთი მოდელი არ ქონდათ, გარკვეულწილად ისევ და ისევ უსაფრთხოებიდან გამომდინარე ხდებოდა იდეალიზაცია ამ კრიმინალური ავტორიტეტების, იმიტომ რომ მამის ჩამნაცვლებელი ხდებოდნენ ისინი, ანუ რაც მე ვერ მომცა მამამ, ეს არის უსაფრთხოება, ეს არის დაცვა, მე მივიღებ მათ კრიმინალური ავტორიტეტისგან და რა თქმა უნდა მიკუთვნებულობა იწყებოდა უკვე არა ოჯახთან და მამის და უფროსი ძმის მოდელთან, არამედ გარე ადამიანთან, რომელიც ამის გარკვეულწილად ესე ფსევდო ჩამნაცვლებელი ხდებოდა ხოლმე.